მოკეთეს ბათუმური წვიმა. მოგესალმებით. თუ გინდათ რომ ჩვენს რეგიონში ყველაზე პოპულარული პროფესიის შესახებ გაიგოთ, იმ ტრადიციების შესახებ გაიგოთ, რა ხდება ამ პროფესიაში გაიგოთ, გაიგოთ როგორ უნდა იყოს წარმატებული ამ პროფესიაში და ეს ყველაფერი გაიაროთ ვიდეო ბლოგის თუ პირადი გაზიარების შემთხვევაში ეს გადაცემა აუცილებლად უნდა ნახოთ, იმიტომ რომ დღეს ჩემი სტუმარია ჯაბა მუთიძე, კაპიტანი, მეზღვაური და უმაგრესი ბათუმელი. დაელოდეთ და აუცილებლად ნახეთ ეს გადაცემა. გადაცემის შესავალში, სტენდაპში ყველაფერი სიმართლე ვთქვი შენზე, ჯაბა. ის რომ ძალიან მისაბაძი ადამიანი ხარ. ის რომ ძალიან მაგარია რომ ბათუმელი ხარ და ის რომ დღემდე მაინც ბათუმელი ხარ, მიუხედავად იმისა რომ შეგიძლია რომ უკვე აღარ იყო ბათუმელი. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემთან ხარ დღეს უკვე მეორედ გადაცემაში. ძალიან დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის ვიად. კი, ბათუმელი ვარ და სადაც არ უნდა წავიდე, მაინც ეს ის ქალაქია, ხული ყოველთვის რომ მიხმოს და მინდა რომ აქ ვიყო, რაც შეიძლება მეტი ხანი და მეტი დრო. ჯაბა როგორ ხარ? ანაირად გითხრა. ამერიკული გორკები საკატალო ხან ზემოთ, ხან ქვემოთ. ხან კარგად, ხან ცუდად, ხან მხიარულად, ხან მოწყენილად. ადამიანურად. ყველა იმ ემოციით და ყველა იმ მდგომარეობით, რაც ადამიანს ჩვევია ხოლმე. ბავშვობიდან ვინც მახსოვს მეზღვაურები, ცოტა ჩაკეტილები, დადუმებულები და ცოტა ალბათ დასტრესილებიც, იმიტომ რომ ეს პროფესია არ არის მარტივი პროფესია. და მას სჭირდება ძალიან კიდევ სხვა უემოციობაც ალბათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი არჩევანი არ ყოფილა და იყო ოჯახის რეკომენდაცია, გადაწყვეტილი მქონდა მე სამი დიცნოზე ჩამბარები და გამხდარიყავი ექიმი, მაგრამ მე რაღაც გარემოებების გამო გადავწყვეტე. მინდოდა რა, ვიცოდი ცხოვრებაში, რომ მინდოდა ბევრი მოგზაურობა. აი, ბავშვობაში რაღაცებს რო თავში ავიზუალიზირებ და ოცნება რომ აი გავიცრდები გამოვალ ეს გავხდები ის იმას გავაკეთებ, ამას გავაკეთებ, ყოველთვის თავში მიტრიალებ და ბევრი მოგზაურობა. არ ვიცი, ალბათ მაგ დროს საგახსნილი იყო და ჩემი ყოველი სიტყვა და თხოვნა ღმერთთან ბუკვალურად მივიდა, იმიტომ რომ ხანდახანამდენი მოგზაურობითაც ვიღლები და კი, პროფესია რთულია, გეთანხმები და მოითხოვს არა ერთ, არამედ ძალიან ბევრ ერთმანეთისგან განსხვავებულ და საკმაოდ რთულ ადამიანურ თვისებებს. ეს არის რა? უნდა იყო გულქვა, უნდა იყო ემპათიური, უნდა იყო ემოციური, უნდა იყო პარადოქსული თავსებადობა, პარადოქსული რაღაცების თავსებადობა. გამომრიცხავ რაღაცებს, უნდა იყო პრაგმატული, უნდა იყო მეოცნებე. უნდა ფრინავდე თან მიწაზეც უნდა იდგე, ხარად, რომ იცოდე რას აკეთებ და როგორ აკეთებ. აქედან გამომდინარე, ანუ ერთმანეთისგან ეს ურთიერთ გამომრიცხავი თვისებების ერთმანეთთან რაღაცნაირად ერთ ყალიბში მოქცევა, ალბათ ჩემი თვისება იყო და ჩემი თვითმეზანი რომ რაღაც განსხვავებული გამეკეთებია ყოველთვის და არასოდეს არ ყოფილიყავი. არა იმიტომ რომ სხვა საქმიანებიც ჩვეულებრივად აკეთებს იმას, რასაც მოწონს, არამედ ეს ჩემთვის არაბუნებრივი იყო. ეს არ იყო ჩემთვის ვიზახდი რომ ყველაზე მოსაწყენი სამსახური ჩემთვის იქნება ისეთი სამსახური, რომელიც იქნება ასოცირებული რუტინულთან. დიდი სხაზე მივედი, 5 წელს წამოვედი, მაქვს ვეკეიშენ, ისა შვებულება შაბათი კვირა და მაქვს რაღაც საზოგადოებრივი public holidays, რომელიც ჩემთვის ძალიან მოსაწყენი იყო. იმ დროს და იმ ენერგიას მე რასაც ხარჯავ ჩემს სამსახურში გემზე. შემდეგ მე მაქვს თუნდაც ის 90 ან 120 დღე რომ გავატარო ისე როგორც მე მინდა და როგორც მე ვსაჭიროდ. ეს არის ის რომ მინდა ვიმუშავებ, მინდა დავისვენებ, მინდა ვიმოგზაურებ და აი ამ კომფორტის შექმნა ჩემთვის ერთ-ერთი ძირითადი key ელემენტია, რომელსაც მე ჩემთვის იმდენ თავისუფალი დრო მრჩება, კიდაც გემზე, კიდაც სახლში რომ ანუ ეს მაგათ მიიღრსო ესეთი მსხვერპლი გავიღო. ახერხებს ჩვენი ქალაქი, ადამიანები, ამ პროფესიაში დაკავებული ადამიანები, ხელმძღვანელი პირები, ვისაც გადაწყვეტილების უნარი აქვს და ხელეწიფება, რომ შენი რესურსი, რომელიც არის უზარმაზარი გამოცდილების თვალსაზრისით და პარალელურად ამ რესურსის გაზიარების უნარი გამოიყენონ სწორად.
საკმაოდ ბევრი შემთავაზება მქონდა ზვიად სამსახურთან დაკავშირებით. ეს იყო მორუმაღლეს სასწავლებელში, ტრეინინგ ცენტრში და მოკლედ არჩევანი მაინც გავაკეთე საზღვაო ადმინისტრაციაში მუშაობ მიწვეულ ინტერვიუერად. და შემდეგ მოხდა რა? მეგობრების რჩევა იყო. ნიადამრათაც მას ვაკლებდი ეს დროს. ამ დროს როგორც ესეთი მოსწავლეების აყვანა არ ვარ მაგით დაკავებული, უბრალოდ ეს პათომი კი იცი რა შინაური ქალაქია და მეგობრის ან ზვაკაცის ან დაკაცის ნაცსავის ვისაც სახმარებოდა სწავლის ვარიანტში რაღაც დრო ჭირდებოდა კონკრეტული, მას უთმობდი და ვეხმარებოდი ვიჯექით მოსადინებდით სახლში. შემდეგ მეგობრებისგან წამოვიდა რომ იდეა გამეკეთებია ბლოგი. დავიწყე ეს ბლოგი, პირველი საპილოტი რაც ჩავწერე, რაზეც მოვყვე რომ ვაპირებდი საუბარს. ძალიან შემდამოულოდნელად ძალიან დიდი ინტერაქცია მოყვა ამ ვიდეოს და მივხვდი რომ რამდენად საჭირო იყო და რამდენად სწორ რაღაცის გაკეთებას ვაპირებდი. ასევე იყო დაკენსალების ცდილობები, ანუ რამოდენიმე ადამიანთან მივედი აზრი ვკითხე, მეთქი რას ფიქრობდნენ ამაზე და მითხეს რომ ეს სრული სისულელეა და არ ღირს იმდენად რამდენადაც ჩვენი ინდუსტრია არის ძირითადად ინგლისურენოვანი და ანუ თუ რასაც გააკეთე ინგლისურად. მაგრამ რასაც გადავხედავ, ზოგადად ბაზარზე კი არა და აი ინდუსტრიაში ძალიან ბევრია ინგლისურენოვანი შემსწრებები, რომელსაც ჩემსი გაცილებით დახვეწილი ტექნიკური გუნდი ყავს და ამ ყველაფერს ლამაზად და კარგად აწყობენ. ანუ რაღაცის კიდევ დამატებითად კეთებას გადავწყვეტე რომ აზრი არ ქონდა. ჩემი სტუდენტებთან და კურსანტებთან და ზოგადად ხალხთან ამ ინდუსტრიაში ურთიერთობის შედეგად მივხვდი ერთი რაღაცა რომ ანუ ძირითადად მიდის სეპირობის ტენდენცია და არა აღქმის და ცოდნის. და გადავწყვეტე რომ გამეკეთებია ქართულენოვანი შერეული, მხოლოდ იმდენად რამდენადაც შვილად მესმის კრიტიკა ამ ადამიანმა ან ქართულად ილაპარაკოს ან საერთოდ ილაპარაკოს, მაგრამ არ გვაქვს სამწუხაროდ ქართულ ენაში შესატყვისი ტერმინოლოგია, რაც გადმოცემს თუნდაც იმ დანადგარებს, იმ პროცესებს და ასე შემდეგ, რომ მე ზუსტად სრული სიზუსტით ავხსნათ. და ჩემი გამოგონებული სახელებით ვერ დავარქმევ არაფერს და ვერ ვუწოდებ და. უბრალოდ მოხდა ამან კომბინირებული ორი ენით მარტივად, რაც შეიძლება, როგორც ახლა მეგობართან ზიხარ და რაღაცა ამბავს რო უყვები, ეს მოყოლის მარტივი ენით გადავწყვეტე რომ გამეკეთებია ეს ჩემი ბლოგი და დაახლოებით 25 ვიდეომდე მაქვს და ყველა პლატფორმაზე, სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა, ყველგან ავტვირთე და საერთოდ ჯამში რა დავითვალე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს ჩემ ვიდეოებს, რაც საერთოდ მოულოდნელი იყო. ჩემთვის იყო ცოტა შოკირებული და შოკის მომგვრელი და ის ინტერაქცია და ის ფიდბექი და უკუკავშირი მეზღვაურებთან, არამეზღვაურებთან რაც გამოჩნია, მივხვდი რომ ის სწორ რაღაცას ვაკეთებდი და სწორ გზაზე ვიდექი და ეს იყო ის, რაც აკლდა ჩვენს ინდუსტრიას მარტივ ენაზე მიწოდებული ამბავი, რომელსაც არ დაიზეპირებს, არამედ გაიგებს. ასე შენ აკეთებ და უზიარებ მათ. შეიძლება აღნიშნე კიდეც რომ თავიდან არ ქონდა მოლოდინი, ხო, რომ 2 მილიონი ნახვა იქნებოდა. მაგრამ უცებ აღმოაჩინე, დარწმუნებული ვარ, აღმოაჩინე, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ეს ინფორმაცია. კი ბატონო, იმიტომ რომ სწორი რჩევის მიღება პრობლემის გადაწყვეტის, თავი, პროცენტულად. ალბათ 90%-ია პრობლემის ამას ხო ბჭყალებში შეყავ ხარ იმ თამაში, რომელსაც გამოსნობერი ძალიან რთულია. გააზრებული მაქვს. ნუ ეხლა გავიაზრე უკვე, მაგრამ თავიდან მეთქი არა, იქნება რაღაცა თამაშის ვარიანტში დავიწყებ. დიახ. მე მგონი ალექსანდრე ჯაჯელავა თქვა რომ ცხოვრება არის სერიოზული, დანარჩენი ყველაფერი თამაშია. სამსახური თამაშია და ამისგან მე ვერთობი, მე ვღებულობ პირადად სიამოვნებას. ერთგვარად მოგზაურობის ნაწილია შენი საქმიანობაც კი, როდესაც მიდიხარ მაგალითად პროფესიულ საქმიანობას ასრულებ, იმასაც კი პერიოდულად, როდესაც გამოდებ ხოლმე ვიდეოს სოციალურ ქსელში, იმასაც კი რაღაც ერთგვარად მოგზაურობის, ასე ვთქვათ, ელფერი აქვს. აი, ხარისხი აქვს და შეთავსებული გაქვს ალბათ ეს პროფესიული მოღვაწეობა და სასარგებლო შევართავსე. მაგრამ ასევე წაღანრაზის ხაზი გაუსვი წლების მანძილზე ეს არის მართლა ძალიან მძიმე ფონი, რომ ხშირად ხდება ისე, რომ ძალიან ბევრი ახლობელი ადამიანი დაკარგა, ძალიან ბევრი ახლობელი, ძალიან როგორც აღნიშნე, ეს არის ძალიან რთული
სურათი და რას უშვები მე აი ამ ასე ვთქვათ ენერგიას, რომელიც მოაქვს ძალიან ახლობელი ადამიანების დაკარგვის უმძიმეს განცდას. აი, როდესაც აღმოვაჩენ, რომ ეს ძალა, ეს ამბავი, ეს დარდი, ესე რომ ვთქვათ, ძალიან მარტივად და ეს დანაკლისი არის აი აქ და რაღაც უნდა გაუკეთო ამას. არა, მე უბრალოდ ჩემი მექანიზმი ვნახე ის, რომ თვითონ თითქოს ადამიანი მოგზაურობაშია და ვიცი რომ ვნახავ უბრალოდ იმ ფაქტს ვერ ვჩვევი, რომ ხანდახან ტელეფონს ვიღებ და მინდა მივწერო და მოვიკითხო, ხმის გაგონება მინდა. ფაქტს რომ აღარ არიან გვერდით, არ ვაღიარებ და აღარ არსებობენ. არ ვაღიარებ, ისინი ყოველთვის ცოცხლები არიან, ქვეცნობიერში არიან და აი ამბებს ვიხსენებ, ვატრიალებ თავში და აი მე ერთი თქვა. კითხვა-პასუხის დიალოგიც მაქვს ხანდახან მათთან. განსაკუთრებით ძილის წინ აი მთელი დღეს რო აანალიზებ და მამაჩვენს აიკითხავ და გადახედავ შენი ამ ქვეყნიურ და იმ ქვეყნიურ სამეგობროს ყველასთან კონტაქტი მაქვს და ყველასთან ვცდილობ ის რაც მქონდა არ გაწყდეს. და ის ფაქტი რომ აღარ არსებობენ არა მე დღესაც ხანდახან გამახსენდება ნათლია ჩემი აქვეა დაკრძალული და ხანდახან ყავით ხელში ავდივარ საჭორაოდ რაღაცები მოუყვედო თავისი აზრიც მოვისმინო და ის გადაწყვეტილებას რასაც მე ვიღებ მე რომ ის ჩოვა იყო და ასე უნდა მომხდარიყო. ხშირად ფოტოებს დებ ხოლმე და ეს თბილი დამოკიდებულება ოჯახის წევრების მიმართ, მეგობრების მიმართ, შენ სირგული ხომ ძალიან ბევრი ეს ციტბო რო აკვირდები სულ ესე ხარ, სულ აი ამ სითბოში ხარ, სულ ამ ურთიერთობაში ხარ, მაგრამ პარალელურად მიჩნდება კითხვა მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მეზობლად ცხოვრობენ, სეპარაცია მოახერხე კი, ოღონდ ძალიან რთული იყო განსაკუთრებული დაჭარილი დედისთვის, რომ თუნდაც ცალკე საცხოვრებლად გვერდის სადარბაზოში გადასულიყავი, იყო თავისი შეწინააღმდეგებები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს სჭირდება თავისი პირადი სივრცე. და მანძილთან ერთად პატრიოტიზმი და სიყვარულიც ერთმანეთთან უფრო იზრდება. იმდენად რამდენადაც მშობლები ცოტა თავიანთი რუტინაში ცხოვრობენ, სიმშვიდე უყვართ, მე კიდევ ძალიან ხმაურიანი ვარ, ხშირად ყოფილა ჩემთან რომ პატრონი გამოუძახებიათ მეზობელსა თვითონ მოსულა საშივრით რომ ნუმღერი ხარ ღამის 12 საათზე და პირველ საათზე სულ რომ ღერი ეგ და რატომაც ზაქარია ფალიაშვილის აფესალონი და ეთერი როგორ შეიძლება გამთენოს 4 საათზე არ მოგწონდეს იმედი მაქვს რომ ვიდეოებში ვიპოვი და მაყურებლებს გავაგებინებ რას გულისხმობთ კროჭი შვიდი ადამიანი არ ვარ შემიძლია რაღაც არია ჩავთო და ადრე მღეროდი მე კაპელაში ბათუმის ვარსა სახელმწიფო კაპელაში მღეროდი და ნუ სიმღერა ჩემს არის კიდევ სიმღერა მეხმარება ზვიად რას გამომჩა ახლა ვთქვა ანუ თუ მიჭირს მხერი თუ მილხენს მხერი თუ სევდიანობ მაინც ამღერიო ეგ ვარ და იგინით ანუ მქონდა გამოცდილება იმის რომ ოფისში როდესაც მუშაობდი სიმღერა დავიწყე უნებლიეთ ნებსით არ იყო ეგ უნებლიეთ იყო და მოგვიძებნა დავიწყე სიმღერა და მხარზე ფერიდან შეიძლება აქ სიმღერაო და მივხვდი რომ ძალიან არასწორ ადგილას ვიყავი შენ სპოროში ხან ხიდურაზე მღერი ხარ ხან wings-ზე bridge-wings-ზე მღერი ხარ და არავინ კაციშვილი არა შენი გამგონები გარგრზე და თოლიებისა და არავინ არაფერს არ ამბობს თუნდაც ჩვენს ინდუსტრიაში მეც ცოტა თეთრი ყვავივით ვარ იმდენადაც უფრო ხალხი დაძაბული და დასტრესელია და საკმაოდ უცნაურია მათთვის რომ შეიძლება აკეთებდეს საქმეს და ამის გაღებულობდეს სიამოვნებას და თან მღეროდნენ წინა კონტრაქტში ჩემზე იყო კომპლეინი ანუ დასმენის პრინციპია რა უფრო რეპორტინგის ვარიანტში რომ ჩვენ კაპიტანს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს გიჟია დადის და მღერის და მე რომ თქვა ეგ ნორმალური ექსულ დადის და მღერისო მე უბრალოდ თავი გამონებას და მსვლელობას აკეთებს შენს პროფესიაზე ვისაუბროთ მაინც რაღაც ნაწილში მაგრამ არ გამომდის უფრო შენი პროფესია და შენ რაღამ გაგყოთ მაგრამ მაინც შენზე ვარ ორიენტირებული და შენ გისვამ კონკრეტულ კითხვებს უფრო და ამიტომ შევეცდები რომ ცოტა ასე ვთქვათ ეგ ნაწილიც არ გამოგჩეს ჯაბა შენი პროფესიის მნიშვნელოვანი ნაწილი კეთილშობილი ადამიანი ყოველთვის ცდილობს რომ
ამ განსაკუთრებულ განსაცდელებს აარიდოს რა ადამიანები ხო გამოდი რაღაც მზაობა ქონდეთ ამისი მაგრამ ძირითადი მიზეზი მაინც რა იყო აბა რატო გაგიჩნდა მაინც რა საიდან წამოვიდა გახსოვს ეგ მომენტი რომ ჩაწერე ვიდეო პირველი ვიდეო და ან რა პრობლემა დაინახე რაღაცის გამო რაღაცას იყო დაშენდა ეს იდეა საერთოდ ან რაღაცაზე ხო აღმოცენდა რა იყო ეს რაღაც პირველ რიგში ეს იყო ჩემი ეგოისტი მეგობრების რჩევა რომ დამეწყო ბლოგის კეთება და ესონა რაღაც კონკრეტული ადამიანებისთვის კი არა უფრო ფართო მასებისთვის გამეტანა აჰა იდეის დონეზე მქონდა რომ ყოველთვის რაღაც სკოლის ეტაპზე როგორც აღნიშნე მეც ბევრი რაღაც არ ვიცი დღესაც ვსწავლობ და საკმაოდ ინფორმაციის მოძიება ჩვენს სფეროში ჩვენს ინდუსტრიაში ძალიან მცირეა ანუ ვისაც ცოდნა აქვს ხშირ შემთხვევაში არ უნდა გაზიარება და ეს თავისი უფლებაა და არჩევანია რასაც პატივს სცემ და მეც კიდევ ვისაც შეუძლია გაზიარება ის ხანდახან ხელმისაწვდომი არაა და რჩებოდით ჰაერში. კი. მე მიწევდა ზედმეტი დროის და ენერგიის და რესურსის ხარჯვა ელემენტარული კითხვაზე პასუხის მისაღებად. ყოველთვის ვაცნობდი და შრომდი მაგისთვის რომ ჩემს მერე თაობას უფრო მეტი რესურსი ქონოდა მარტივი ხელმისაწვდომი თავისი კითხვებისთვის რას ებადებოდა. ანუ ჩემი თვითმიზანი და ამ შემთხვევაში იდეა იყო ის რომ ჩემს უკან ვინც მოდის ხალხი ისინი უფრო წელში გამართულები იყვნენ და უფრო მეტი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ჰქონდეთ ამ პროფესიასთან მიმართებაში. ყველაზე მაქსიმუმი რამდენი ბალიანი შტორმია? 12. ერთ-ერთი დავყოფილი. ეგოზე მომიყევი მაგის რა არაფერია. თან რა არის რომ გემის კაპიტანი ხარ და ვერსად ვერ გაიქცევი. პირიქით ხალხი შეზეა დამოკიდებული. კი და დასაყრდენი წერტილი ხარ და იმ თვალებს რომ უყურებ რომლებიც შენ გიყურებენ და მათთვის იმედი ხარ არანაირი უფლება არ გაქვს რომ თუნდაც ფეხი დაგიცურდეს დაფეილდე და შიში აჩვენო. ჩაბა გეხვეწები რა მითხარ იცი მე ერთხელ მითხრეს რომ სპეციალური რემნებით იძინებენ თუ ასეთ დროს თუ არის სპეციალური რემნები არ ვიცი ალბათ ეს self made და თვითონ მათი გაკეთებული იყო არა არ ვიძინებ ჩვენ მაგ შემთხვევაში მატრასებს იმაზე რა ქვია იატაკზებდებთ და ვიძინებთ ხოლმე თან უნდა იყოს გაჭედილი რომ არ გაქანაოს ტალღა მეკეთაკე რომ მოცემული ჩვენს გვაქვს მეზღვაურის პოზარის მუცელზე ძინავს დავინჩის კაცის ნახატები ეს რომელიც არ გაძლევს საშუალებას რომ ის რეალო მაინც ბევრი ზოგს ეს შეუძლია ზოგი საერთოდ ვერ იძინებს კიდევ ამ შემთხვევაში გემზე გვაქვს დიმენჰიდრანტები წაბლები რომლებიც უბრალოდ ქთიშავს და გაძინებს და ის რა ქვია წევისაწინ აღდგება თუ გქონია ჯაბა პანიკური შეტევის ფაქტი როდესაც მიხვდი რომ გემზე ყავს ადამიანი ახალი მეზღვაური რომელსაც აქვს ისეთი პანიკური შეტევა რომ აი სერიოზული ჩერპები ესე რა ვთქვა კი მქონდა 24 საათის განმავლობაში არაფერი უბრალოდ ხელი მქონდა მოკიდებული მეთქი ნუ გეშინია ეს ფიზიკური თაში მქონდა მეთქი ნუ გეშინია შენ მარტო არ ხარ შენი აზრი მნიშვნელოვანია მე გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის რომ გაგიშვა სახლში და 24 საათში ამოვიდე 24 საათში გავუშვი სახლში ეს იყო ერთი რაც ადამიანი მიხვდა რომ არასწორ ადგილას იყო და ძალიან ვაფასებ იმის აზრს და მის გადაწყვეტილებას რომ წასულიყო უარია თქვა და საკუთარი თავი არ ეტანჯა კიდევ იყო გემზე მქონდა ერთ-ერთ კოლეგას გარდაეცვალა მეუღლე და დაიწყო ფსიქიკური აშლილობა და მოგვიწია იმისთვის შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობის ჩატარება და სტრაპების დაყენება და ბევრი შრომა გავწიეთ მაგათთან გარდაცვალების ფაქტიც მქონდა გემზე ანუ იყო და მივხვდი რომ ეს ყველაფერი ის რა არ მეშინია მე მიცვალებულთან კონტაქტი სანამ თესაუშიც კიდე თუ იმე გარდაიცვლება ხოჯის ჩვეულებრივ ამბანელის ასისტენტი არ მეშინია ვთქარი გეშინოდოს და ცოცხალი ადამიანებს რომლებსაც შეუძლია თავს ჩაგამტყას რაღაცა და ის ჩაბა იცი რა არის ჩემი აზრით კიდევ ზედ ბოდიში დავამთავრებ აი მაგაზე მადლიან გეკეთილი საქმე არაფერი არა როდესაც მიცვალებულ სახმარები გამწესებისთვის ხო მაგაზე კეთილი საქმე ჩემი მეგობარი ლიტერატურის კრიტიკოსი მეუბნებოდა რომ ყოველთვის როდესაც ადამიანთან გაქვს ურთიერთობა რომელიც არის ძალიან საინტერესო ყოველთვის გინდა რომ ეს სადღაც მეხსიერება შემორჩეს დაწეროს და აი ამის მოთხოვნილება გაქვს მაგრამ სხვათა შორის ამბობდა იქვე რომ შეიძლება ყველაზე მაგარი საქმე არის როდესაც რომ არ წერ გიფიქრია იმაზე შეიძლება ძალიან ნაადრევია ხშირ შემთხვევაში ის რომ რაღაცა ამ გამოცდილებას გარკვეული ტიპის მეხსიერების ფორმა მისცე როგორც დავიწყე მე მგონია ეს ყველაფერი არის ვერბალური ფორმით და ის რასაც ყვები ეგაა ჯერჯერობით ასე
კი, იმდან რამდენსაც დღევანდელ მოუცნელობის, ქრონიკული მოუცნელობის პერიოდში ნაკლები ადამიანს ნაკლებად აქვს იმის, რომ რაღაც წაიკითხოს და რაღაცას სხვას ადევნოს ყური. ჩვენ ვცხოვრობთ ქრონიკული მოუცნელობის პერიოდში. სადაც მოუცნელობის პერიოდში, სადაც ძალიან ფართოა არასაჭირო რაღაცებზე დროის გარყვა. ასწრებ ყველაფერს. მე ვერა. და აღარც მაქვს მაგის პრეტენზია. უბრალოდ მივხვდი, რომ რას ვერ ასწრებ ჩემ? აი რა არის რას? რისი დანაკლისიც გაქვს? აი რისი დანაკლისი გაქვს? რას არ ასწრებ? კაი, ჯანდაბას. რას არ ვასწრებ? ალბათ საკუთარ თავთან დროის გატარებას და საკუთარ self-love. გიყვარს. კი, ჰოროსკოპის ლომი ვარ და საკუთარ თავს შეყვარებული ადამიანი. მარტო რომ მოიწყდებ თავს გიყვარს. კი, ეს აუცილებელი სადა ყველა ადამიანს უნდა კონდეს იმის კომფორტი და იმის საშუალება, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის დრო კონდეს და ელემენტარულ საკუთარ თავს ელაპარაკოს. და მოусმინოს საკუთარ თავს რა მოწონს, რა არ მოწონს. ჯავა მუთიძე, რომელსაც არ ეშინია 12 ბალიანი შტორმის, რისი ეშინია? ამის რო არ გეშინია, რისი გეშინია? დამცინე. არ დაგწია. არაკანა. აი მაგაზე დავდეთ არ დაგწია. მიყვარს ყველები აუცილებლად სადაც ვიცხოვრებ ბოლოს ხომ ეს ყველაფერი დამთავრდება და გასწორებთ რომ ერთად გიდას ვიცხოვრობ. ხო? აუცილებლად მეყოლება სახში გველები. რომ ძალიან მიყვარს გველები, ეს კუჩაში ხოკერებს დავსდებდი ბავშვობაში, სკოლაში მივიყვანე. ხო. ებატონ. და რავი, არაფერს არ მეშინია, გარდა გეუბნება იტარაკმის. და კიდევ შიში არა, დისკომფორტი მაქვს, სწრაფად მანქანის სიარულეს. ხო, და დისკომფორტი, მაგრამ შეგიძლია შიში დაარქვან, რომ არის სიამოვნეს იმ გარემოში ყოფნა, სადაც რაღაცა ტექნიკა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს დაფეილდეს, მიდის გადაჭარბებული სიჩქარით. და ძალიან ბევრი მაგალითი მქონდა მაგის ირგვლივ, რომ შენ თუ არა სხვას დაუშვია შეცდომა და იმის ხის დაშვებული შეცდომის შედეგად პროვოცირება გაუკეთებია უბედურ შემთხვევისთვის და ასე რომ არ მსიამოვნებს არამიზნობრივი რისკები. რისკების შეფასების საკმაოდ შემებური სკალა მაქვს და შეიძლება თქვა, რომ ისრაფის და საჭიროებები სამ ადამიანს. ვა, ესეთი სენსიტიური დამოკიდებულება გაქვს, ხო? კი, ანუ ძალიან ელერტები ვარ, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ადამიანები ვერ იაზრებენ, ამდენ მნიშვნელოვანია უსაფრთხო მანქანის აღება თუნდაც. გუშინ საუბრობდით, მგზავრები ხავს, რომ პასუხისმგებელი ხარ მათ ცხოვრებაზე. ჯაბა, გუშინ საუბრობდით სანამ იმაზე რომ დღეს კამერების წინ უნდა გვემუშავა რა. რა წამოვედი, წამოყვა ეს კითხვა, რომ ნიჭიერი მომენტს რომ რეალურად ცხოვრობ და ბედნიერი ხარ. ყოველთვის ვერა, ძირითადად კი. ყოველთვის ვერა. ძირითადად საკუთარ თავთან როდესაც მარტო რჩები და მაგის თქმა. ახერ ხეფროს ხვისი თვალით შეხედო შენ ცხოვრებას, საინტერესოა დაკვირვება. უბრალოდ ის ადამიანები, ვისი აზრით მნიშვნელოვანია ჩემთვის და ვინც მიყვარს და ვიცი რომ ობიექტურები არიან რაღაც ვარიანტში. იმათ როდესაც მესმის არა მას ადამიანების სოციალური არსებები ვარ და გჭირდება ასე უნდა იყოს ხუსი აღიარებას. ასე უნდა შენ საკუთარ თავს უძახო რომ აბსოლუტურად ნორმალური. ყველაზე მაგარი შენ სკის განს გჭირდება ამ ყოველთვის ვალიდაცია. ეცე რომ მომენტე მანდ არის მთავარი რა იცი რომ კარგად ყოფნა არ იყოს პირობითი. აი პირობითი რას გულისხმობ ხომ? რომ მაგალითად არ იყო კარგად იმიტომ რომ დიდი ბინა გაქვს. ან რაღაც მაგარი მანქანა გყავს. არა. კარგად უნდა იყო, მაგრამ რაღაცები უნდა გიხარდეს თავისთავად, რა თქმა უნდა. ხანდახან რაღაც უხასიათობა რომ შემომავიდეს ნები საკუთარ თავს ეკითხები, ანუ რა გაწუხებს, რა გაკლია, რა გიჭირს, აბა მითხარი. და მკითხვაზე პასუხს რო ვერ ვნახულობ, მე უბრალოდ სიმღერით გადამაქვს ეს ყველაფერი, ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვირით, ან ელემენტარული ტელევიზორს ჩავთავ, YouTube-ს ჩავთავ და კარაოკეზე სიმღერა. შეიძლება რაღაცა საკუთარ მოწყენილობაზე ცუდად ყოფნას მოვხერხო. ესაა ჩემი მექანიზმი მათთან ომის და ბრძოლის. ცუდად ყოფნებთან. ჩემთვის როგორც პროექციის ავტორისთვის და დღეს მე ვფიქრობ, რომ შენი სახით ყავს განსაკუთრებული სტუმარი და ეს თავარი რა არის. დავანებოთ თავი პროფესიას, ამ პროფესიაში შენს წარმატებას, პროფესიასთან ინტერაქციას, შენს ინტერაქციას, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველაზე სერიოზული პრობლემა დღემდე ჩვენს საზოგადოებაში რჩება
საკუთარ თავთან ინტერაქცია, საკუთარ თავთან მუშაობის კულტურა. და თუ დავაკვირდებით, ტელევიზიები, ბლოგერები ძალიან ბევრს საუბრობენ დღეს საკუთარ განცდებზე, საკუთარ ემოციებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთი შეხედვით აი ესეთი ემოციური ხალხი ვართ, ჩემი აზრით ასევე და მედია მაყურებელი, შემწყნარებელი იქნება ჩემი პოზიციის მიმართ, ჩვენ მაინც რაღაც ინფანტილურ ჩარჩოებში ვრჩებით და იქ უკვე სადაც იწყება საკუთარი არსის, ბუნების, ხასიათის შეცნობა და მუშაობა საკუთარ თავთან, იმ ზღვარზე ვერ მივდივართ ვერასდროს, ამიტომ ყავს 40 წლის ბავშვები, 45 წლის ბავშვები. და შენ ალბათ განსაკუთრებით სირთულეების წინაშე ხარ ქართველი და მუშაობ საკუთარ თავთან. ეს ძალიან რთული მოვლენაა. ამას აკეთებს ევროპელები, ამას აკეთებენ სხვადასხვა ქვეყნის, ამას აკეთებენ აზიის ქვეყნებში, სადაც აი ძალიან ღრმა სულიერი კულტურა, მაგრამ საკუთარ თავთან, საკუთარ განცდებთან იმუშავე, ჩვენ ხო უაპელაციო თქვა განცდების და ემოციების გამოხატვის უფლება. საკუთარ თავთან მუშაობის კულტურა ძალიან დაბალი გვაქვს და აცნობიერებ ამას რეალურად, რამდენად მუშაობ საკუთარ თავთან ჯაბა. მე მაგ განცდა რომ ძალიან მუშაობ საკუთარ თავთან. კი, ამაშიც ჩემს საერთოდ მეგობარს მიუძღვის ძალიან დიდი ზოგადად კი რჩევა იყო რომ რაღაც დახმარება რომ ჭირდებოდა მიმემართა ფსიქიატრისთვის და ფსიქოლოგისთვის და დავიწყე ამ ინსტიტუტის რეალურად რანაირად თქვა არ აღიარება ცოტა საქმე ანუ მათი ვალიდაცია გავუკეთე და მივხვდი რომ თურმე ეს დახმარება მე ნამდვილად მჭირდებოდა მათი მხრიდან დღევანდელ რავი მე უფრო ნაკლებია მაგის მიმართ სტიგმა რომ ჭირდებოდეს ფსიქიატრის და ფსიქოლოგის დახმარება და მე ძალიან მადლიერი ვარ და გულთან მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს ვინაც ეს ნაბიჯი გადამოწმებია მუშაობს ფსიქოლოგთან რომელიც ფანტასტიკური გოგოა ძალიან მეხმარება უფრო მეტად საკუთარ თავისთვის უკეთესი ადამიანად მაქცია და კიდევ ჩემ პრობლემა პირადი პრობლემა რა არის ის რომ ვერ ვუძლებ მტირალა ხალხს. ანუ ცხრემლები ჩემში იწევს აგრესიას და არა ემპათიას. და ადამიანი როდესაც ტირის, მინდა რომ სახე შემოულაწონ, ხელი მოკვიდო, მეთქი ადექი წამოდი რა გიჭირს, აგიჭირს. ანუ ამ ემოციის ვალიდაციას ჯერ ვერ გავუკეთე ამ ემოციას ჩემ თვისში. რომ ადამიანს აქვს უფლება იყოს ცუდად და იყოს იტიროს. ჩემთვის ეგ მიუღებელია. თუ რამე გიჭირს, მოდი დავსვათ საკითხი, გადავწყვეტოთ. ნუ, კი, სტიგმატიზირებულ გარემოში ცხოვრობს ვიად და სანამ ყველაფერს მოვჩებით და დავამთავრებ ერთი кейსი მინდა მოვყვე. სტუდენტი მყავდა შარშან ერთი გოგო, რომელიც იყო ასაკით ცოტა მოზრდილი. ჩემს ოდნავ პატარა, მაგრამ იმ პირველ და მეორე კურსელებთან სხვა პროფესია მიღებული, განათლებული თავის პროფესიაში წარმატებული მუშაობდა, რომელიც მას გადაწყვეტა ჩაებარებინა საზღვაო აკადემიაში. და ჩემთვის მართლაც არ იმუშავა და სამაგალითოა მისი გამბედაობა, მისი ეს courage, რანაირად თქვა ეგ სიძლიერე, მენტალური სიძლიერე, გამოწვევების მიმართ მდგრადობა, ფანტასტიკური გოგოა. აი ესეთი გოგო, რომელზეც აი წიგნებში უნდა ისწავლებოდეს და პირველი მაგალითი მაინც ქართულ მეზღვაურებში, მანდილოსან მეზღვაურებში გააკეთა ნათია აბაზე. საოცარი გოგოა ნათია. მაგარი გოგოა ნათია. აი რა ვიცი. ჩემი ორივე ხელი დიდი პატივისცემა, მაგრამ ეს მსგავსი პრეცედენტი, რომ შენ აირჩიო მეორად პროფესიას, როდესაც ხარ 30-ს გადაცილებული, თან ჩააბარო ისეთ სტიგმატიზირებულ ინდუსტრიაში, რომელიც ჩვენთანაა, სადაც ჩვენთან ხო კაცებია მარტო, ანუ ქალს ვაში რა უნდა, უბედურების მომდანია. არა შემოკარგებო ესე არაა და უბრალოდ მინდა ეხა ის გოგო გემზე არის პრაქტიკაზეა. კი ბატონო, საკმაოდ კარგ კომპანიაში დაიწყო მუშაობა და აი რომ ვუყურებ ცოტა ჩემი თავითაც ვამაყობ, იმიტომ რომ ამაში პატარა წვლილი მეც მიმიწვის. იმ დროს, როდესაც შიშები ქონდა და იმ დროს, როდესაც კითხვები ქონდა, ვუხსნედი რომ ბევრი სუსტი მამაკაცი ვიცი და სქესი არ არის შენი ფსიქიკური, მენტალური და ემოციური სიძლიერის ან სისუსტის მაჩვენებელი. ეს უფრო პიროვნულია, ვიდრე სქესთან ასოცირებული და ასე რომ მე ვურჩევ არა მარტო გოგოებს, ბიჭებსაც არ გამოვყოფ. სექსიზმში არ ჩამომართვათ, თუ რამის ცხოვრებაში შესვლა გინდათ ხალხო, არასოდეს არაა გვიან. სადეთ? გოგიათ სადოთ და დაფრენდეთ, ვიდრე მთელი ცხოვრება ის ტილში კონდეთ დარჩენილი, რომ რატო არ წადე, რატო არ გავაკეთე. აი, ეგ შეგჭამს. კი. შესაძლებელია ისწავლე, გაიცინებ და მე მოსაყოლი ამბავი გიქნება. ჩემი აზრით ეგაა. აი შეცვლისთვის ხალხო
არასდროს არასოდეს არაა გვიანი. ანუ მე რეალურად და გამომდინარე შეთანხმებული არ ვარ იმ ადამიანთა ვიზეც საუბრობ, ვერც სახელს ვიტყვი, ვერც პირად. პირად იმას ვცემ, მაგრამ იცოდე რომ აი ძალიან მაგარი გოგო ხარ და ძალიან ვამაყობ შენით, იმიტომ რომ შენ რეალურად გიგანტური ნაბიჯი გადადგე. არა საკუთარი თავისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვინც შენ ამ ყვალს გაიზიარებს და ანუ იტყვის რომ აი მან ხო შეძლო, მეც შეძლო. რომ მეტი ქალის ბაში. ჭაბა ძალიან დიდი მადლობა და მოვალ შეხვედრად. ძალიან გაიხარე. მადლობა.